მოგესალმებით, აჭარა თაიმსი არის პირდაპირ ეთერში. თქვენ უყურებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ცოტა ხანში უნდა გაასაჩივრონ ქართული ოცნების პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საუბარი არის 4 მარტის კანონზე, რომლის მიხედვითაც ბიზნეს პოლიტიკური აქტივობა ეკრძალება. ერთ-ერთი მომჩივანი არის ფიტნეს კლუბის ხელმძღვანელი და უფრო მეც მოვისმენთ გიორგი ფუტკარაძისგან, რატომ მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება არის არაკონსტიტუციური. უფრო მეც მისგან მოვისმენთ მისი პოზიციები და არგუმენტაცია ჩვენ შეგვიძლიათ პირდაპირ ეთერში გაგაცნოთ. მოგესალმებით გიორგი, პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რატომ გადაწყვეტეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოთ და აღნიშნული კანონის არაკონსტიტუციურობა მოითხოვოთ. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მსმენელებს. მოკლედ, პრობლემა იმაშია, რომ ზოგადად დიდი ხანია მე რაც ბიზნეს საქმიანობაში ვარ ჩართული, მაგალითად დაახლოებით 8 წელია, რაც საკუთარ ბიზნესს ვუძღვები. იმ დღიდან მოკლედ სულ მქონდა იმის ისეთი განცდა, რომ ბიზნესი მხოლოდ რაღაცა მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობა არ უნდა ყოფილიყო და რაღაცა ჩემთვის ერთგვარი თვითგამოყათვის საშუალებაც უნდა ყოფილიყო, როდესაც ქვეყანაში რაღაც კონკრეტულ სოციალურ, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე ჩემი ბიზნესის სახელით რაღაც პოზიციებს დავაფიქსირებდი და კონკრეტულ ნაბიჯებს გადავდგამდი. ჩემი წარმოდგენით, როგორი ქვეყანაც მინდა, რომ იმი რაღაცა პატარა წვლილი შემეტანა მეც ამ საქმეში. დღეს ისეთი რეალობა გვაქვს, რომ დაახლოებით მარტის თვიდან უკვე შეიცვალა კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც მსგავსი აქტივობები, რაღაცა პოზიციების დაფიქსირება კანონის მხრიდან ხდება დასჭადი ქმედება კომპანიის მხრიდან. რაც გულისხმობს იმას, რომ მაგალითად თუ ისეთი კონკრეტული პოზიცია გამოხატე საჯაროდ შენი კომპანიის სახელით, ან რაღაცა კონკრეტული აქტივობა დაგეგმე, თქვათ, ან ვიღაცას მხარი დაუჭირე, თქვათ, ფინანსურად თუნდაც ვიღაცას, თქვათ, ვინც არის რეპრესირებული კანონის მხრიდან და ასე შემდეგ, ეს შეიძლება ჩაითვალოს კანონის მხრიდან ისეთ საქმიანოდ, რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება ბიზნესის ვიწრო პროფილს და მიმართულია, თქვათ, სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაღაცა, თქვათ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად, თქვათ, სახელმწიფოს მართველი რგოლის იქნება თუ ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულების საქმიანობის ქცევის შეცვლისკენ და ასე შემდეგ, როგორც განმარტავს თვითონ კანონი. და არც კონკრეტული მაგალითებია მოყვანილი, რა შეიძლება ეს ჩაითვალოს და არც მიზანია დაკონკრეტებული, რის გამო იქნა მიღებული ავტორებისგან ეს კანონი. მთავარი კითხვა არის გიორგი ის, რომ რაში დაჭირდა ქართულ ოცნებას მსგავსი ტიპის კანონი. თქვენ რა ახსნა გაქვთ? საინტერესო არის თქვენი პოზიცია და ზოგადად რას ნიშნავს ბიზნესისთვის ეს კანონი? როგორც გითხარით, ეხა კონკრეტული მიზანი თვითონ ავტორებს არ აქვს დასახელებული, мотивация, რის საფუძველზე მოხდა ამ კანონის ინიციირება, თუმცა ცხადია, რომ არ ყოფილა ფაქტი ისეთი, რომ ბიზნესებმა მასობრივად რა გააკეთეს ისეთი, რომელმაც თქვათ, აუნო სახელმწიფოებრივად ჩვენს ქვეყანას, ან რაღაცა საზოგადოებას და ამის წინააღმდეგ არის მიმართული ეს კანონი. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ ის მცირე რაღაცა კრიტიკული აზრიც ზოგადად ბიზნესებში არის, იმ შიშის საფუძველზე, რაც ქვეყანაში არსებობს. ოდითგანვე, მე არ მახსენდება, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესებს რაღაცა მასობრივად კონკრეტულ რაღაცა მოვლენებზე საჯაროდ რაღაცა პოზიციები დაეფიქსირებინოთ, ხო? არსებობენ ბიზნესები, ვინც ამ რაღაცა შიშის და თქვა წნეხის მიუხედავად მაინც ახერხებენ ამას. სხვადასხვა ბიზნესი არსებობს, რომელიც გამოხატავს რაღაცა საკუთარ თქვა პოზიციებს და შეიძლება ალბათ ამას უკავშირდება, რომ ეს პატარა კრიტიკული აზრიც, რაც არსებობს ბიზნესებში, ჩახშენ, იმიტომ რომ ბიზნესის ხმა მაინც უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ერთი კონკრეტული რა საფრთხეს ხედავდა ქართული ოცნება ბიზნესში თქვენი აზრით? უშუალოდ ბიზნესი უამრავ მომხმარებელთან აქვს შეხება, რაღაცნაირად სარგებლობს რეპუტაციით, ავტორიტეტით და ალბათ თვლიან, რომ ბიზნესი ამ თავის რეპუტაციას უფრო ეფექტურად გამოიყენებს, ვიდრე კონკრეტული, ვთქვათ, ერთი პიროვნება. და თვლიან, რომ ალბათ ბიზნესს უფრო მეტი ადამიანი უსმენს, რადგანაც ჩართულია რაღაცა კომერციულ საქმიანობაში, ბევრ ადამიანს აწვდის პროდუქტს თუ მომსახურებას და ალბათ აქედან გამომდინარე წინასწარ თვლიან ამას, რომ შეიძლება ეხლა თუ 10 ბიზნესი იღებს ხმას, ხვალ მაგალითად ამის პრეცედენტის სახით შეიძლება ვიღაცა მაგალითად აიღოს და
მოუნდეს 20 ადამიანს უკვე 20 ბიზნესს ხმის ამოღება და მერე უკვე ამას შეიძლება ვეღარ შეაკავებენ და ამის წინასწარი პრევენცია ხდება და თან იმდენად ბუნდოვანია ეს კანონი, რომ შეიძლება ნებისმიერი ბიზნესის მიმართ შერჩევითად იქნეს გამოყენებული ავიც ნებისმიერი რაღაცა აი სოციალურ გვერდებზე რომ რაღაცა კონკრეტული კრიტიკული რაღაცა გამოთქვა ბიზნესის გვერდით ან თქვა ბიზნესის სახელით შეიძლება ჩათვალონ რომ ეს ვერ გადის ამ კანონის ფილტრს და მოგიყენონ რაღაცა სანქციები და ანუ თან ისეთი მკაცრი სანქციებია გათვალისწინებული რომ საერთოდ არ არის თავსებადი მიზნებთან ჯერ ჯარიმა საკმაოდ დიდი მერე კომპანიის ლიკვიდაციამდეც და თვითონ მეპატრონის და ხელმძღვანელის თქვათ დაპატიმრებამდეც შეიძლება მივიდეს ისეთი კანონია და თან ეს ბერკეტი როცა ექნებათ უკვე ფიზიკურად დიდი დიაპაზონი აქვს მოქმედების უკვე სამართალთან დამცავ სისტემას ამიტომ რა ვიცი ვფიქრობ რომ ეხა ეს სარჩელიც არ ამგონია რაღაცა უცებ იქნეს მიღებული მე განხილული ეს არის როცა ისმის ის რომ ყველა ინსტიტუცია ფაქტობრივად ქართული ოცნების ხელში არის რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი რომ რაიმე ტიპის შედეგი შეიძლება დადგეს ამ საქმეზე ანუ მე ზოგადად ჯერა რომ ლოგიკა ყოველთვის იმარჯვებს და სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ადრე თუ გვიან თუმცა ამ ეტაპზე ახლა მე მაქვს მოლოდინი რა უფრო მინდა რომ ეს სიმბოლური ხასიათის იყოს და უფრო მეტი ყურადღება გამახვილდეს ამ საკითხზე და თვითონ ბიზნესებს მოეხსნათ რაღაცნაირად შიში რომ რაიმე გაწუხებს ქვეყანაში რაიმე არ მოგწონს ეს შენს ბიზნესს უკავშირდება თუ სხვა კოლეგა ბიზნესმენებს ანუ შენ უნდა ამოიღო ხმა რომ მე შენს შეიძლება იგივე სიტუაციაში აღმოჩნდე და ვიღაცის დახმარება დაგჭირდეს შესაბამისად ამის შიში რომ მოიხსნას ქვეყანაში ზოგადად ბიზნესმა უნდა ამოიღოს ხმა იმიტომ რომ ბიზნესი არის ეკონომიკის ხერხემალი და არავის არა აქვს უფლება გადაუწყვიტოს ბიზნესს თავის თქვათ ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსს როგორ გამოიყენებს რა თქმა უნდა თუ არ დააზიანებს სხვას თავის რეპუტაციას როგორ გამოიყენებს, რომ ქვეყანაში რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალოს და ავტომატურად თვითონ ბიზნესისთვისაც უკეთესი გარემო დადგეს, რომ უფრო განვითარდეს. ჩვენ არავის არ გვეხალისება, ეხლა ჩვენი ძვირფასი დროის ამ საკითხებზე მოცდენა, მაგრამ იძულებულები ვართ, რომ რაღაცნაირად ჩვენც დავიცვათ თავი, ხო, სამომავლოდ. ეხლა რომ მეუნებიან რომ ბიზნესმა თავის საქმე უნდა აკეთოს, მეც ძალიან მინდა რომ მხოლოდ ჩემი საქმე ვაკეთო და დავისვენო სხვა თავისუფალ დროს, მაგრამ ასეთ სიტუაციებში უბრალოდ რთულია ასეთი რაღაცის კეთება. სამოქალაქო პასუხისმგებლობაც არსებობს ხარია. ბიზნესი ზოგადად სამოქალაქო პასუხისმგებლობა, როდესაც მომხმარებელთან გაქვს შეხება, უკვე შენ ავტომატურად იღებ რაღაც პასუხისმგებლობას და ისევე როგორც თანამშრომლების წინაშე, ისევე როგორც მომხმარებლების წინაშე და ისევე როგორც ქვეყნის წინაშე და ეს ასე ვერ განაცალკევებ ერთმანეთისგან, ხო? ამიტომ ეს პასუხისმგებლობა ვრცელდება როგორც კონკრეტულად შენს საქმიანობაზე და იმ პროდუქტზე და სერვისზე, რასაც ყიდი მომხმარებელთან რა პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულებაც გაქვს. ავტომატურად ეს პასუხისმგებლობა ვრცელდება ქვეყანაზეც, ხო, იმ გარემოზეც, შენ სადაც ცხოვრობ და სადაც მოღვაწეობ. თუ გინდა რომ განვითარდეს შენი ბიზნესი, ავტომატურად ნებთ რომ ეს კანონი არის არაკონსტიტუციური, უბრალოდ განხილვის შედეგად. გამარჯობა. გიორგი ფუტკარაძის და მის კომპანია Reformer Fitness-ის სახელით დღეს მიმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ვითხოვთ ადმინისტრაციულ სამართალთა კოდექსის და სისხლისამართლის კოდექსის იმ ნორმების არაკონსტიტუციურ ცნობას, რომელიც აწესებს პასუხისმგებლობას მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური საქმიანობისთვის. ჩვეულებრივმა მაყურებელმა შეიძლება იკითხოს, რომ რატო უნდა ქონდეს ბიზნეს პოლიტიკური აქტივობის უფლება და პოლიტიკური შეტყობა ერეოდეს, მაგრამ ეს მუხლე არ არის დაკავშირებული პარტიულ პოლიტიკურ აქტივობასთან, იმიტომ რომ მეწარმეებს ეკრძალებათ პარტიულ პოლიტიკაში ჩართვა და მაგალითად პარტიების დაფინანსება. აქ არის საუბარი ისეთ ასე რომ თქვა საჯარო აქტივობაზე, რომელიც საზოგადოების რაიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, რაც ნებისმიერი ტიპის გამოხატვა ან ქმედება შეიძლება იყოს. მაგალითად გიორგი თუ იტყვის მის პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე რომელიმე პროცესთან დაკავშირებით, რომელიც მის სამეწარმეო საქმიანობასთან არ არის დაკავშირებული, მაგალითად გამოეხმაურება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, გამოეხმაურება საშინაო პოლიტიკის რომელიმე სფეროს, მას შეიძლება მარტივად წაუყენონ ეს მუხლი და პირველ შემთხვევაში დააჯარიმონ 20,000 ლარით და მეორე შემთხვევაში სისხლისამართლობრივი საქმე აღძრან და გიორგი როგორც ფიზიკური პირი და კომპანიის დირექტორი 4 წლამდე პატიმრობა მიუსაჯონ და კომპანიის ლიკვიდაცია შეძლო. რაც ცხადია, თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოებებისთვის არ არის დამახასიათებელი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი ემყარება 3 მოთხოვნას. პირველი ის, რომ
ეს ნორმები არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით, მეორე ის რომ ეს ნორმები ასევე არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი მეწარმეობის თავისუფლებასთან მიმართებით და ასევე იმის გამო რომ ადამიანი რომელიც ამ კანონს წაიკითხავს და მაგალითად უნდა რომ დაემორჩილოს ამ კანონს, შეუძლებელია ზუსტად მიხვდეს რას გრძელავს ეს კანონი. ამიტომ ის ასევე არღავს კონსტიტუციის დადგენილ განჭვრეტადობის მოთხოვნას. მაგალითად ამ კანონით ძალიან მარტივად შეეძლოთ დაეჭირათ, ჯერ დაეჯარებინათ, მე დაეჭირათ ილია ჭავჭავაძე, იმიტომ რომ ის ხო როგორც მეწარმე, ასევე საზოგადოებრივ აქტივობაში, ცხოვრებაში იყო ჩართული, ის პუბლიცისტურ წერილებს წერდა, მაგალითად დავით სარაჯიშვილი, რომელიც იყო მეწარმე, მაგრამ ასევე წერდა როგორ წარმოედგინა ქვეყნის განვითარება, საზოგადოების რეფორმირება და ასე შემდგომ. ხო, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ პერიოდში ჩვენს წარსულში პირველ რესპუბლიკაში თუ დღეს რაიმეს სამეწარმო საქმიანობის გარდა აკეთებდა, ჩვენ შეგვიძლია ეს ხალხი ამ კანონის მიხედვით ჰიპოთეტურად დავსაჯოთ, რაც ცხადია, ვერ ჩაჯდება დემოკრატიული საზოგადოების სტანდარტებში. ამიტომ მიგაჩნია, რომ ეს არჩევანი მოკლედ პერსპექტიულია და საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ნაცნობს გასაჩივრებული ნორმები. მადლობა, ვასილ. ნოდარ, თქვენთან მექნება ასეთი კითხვა მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ვართ. ბიზნესს წარმოადგენთ თქვენ, გიორგი არის პირველი, ვინც ეს თქვათ პრეცედენტი დაუშვა, დაიწყო სამართლებრივი დავა. ზოგადად ბიზნესში რა განწყობები არის თქვენ, რა ინფორმაცია გაქვთ მათი მხრიდან, მათი პოზიცია რა არის ამ კანონთან დაკავშირებით? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა რომ აქ ხართ. რაც შეეხება ბიზნესის განწყობას, ბუნებრივია ეს ორი მიმართულებით უნდა გავყოთ რა სიტუაციაც ახლა. ერთი დასაწყისში უნდა ვთქვათ, რომ არავის არ მოსწონს ეს კანონი, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ თავისი პოზიციის დაფიქსირება გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, გარკვეულ ბიზნესებს ამასთან დაკავშირებით მცირე განცხადებებიც ჰქონდათ, მაგრამ ორი მიმართულებაა. არიან ადამიანები, რომელსაც არ მოსწონთ და ჩუმად არიან და ეშინიათ ხმის ამოღების, მაგრამ არიან ადამიანები, მაგალითად გიორგი ფუტკარაძე, რომელსაც არ ეშინია და გამოხატავს თავის პოზიციას, რომ ეს ასე ვთქვათ, კანონი რაც მივიღეთ არის რბილად რო ვთქვათ რეპრესიული და ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული. შესაბამისად ეს ორი კატეგორიაა, თუმცა დღეს ჩვენ რასაც ვაკეთებთ, გიორგი ფუტკარაძე არის თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის წევრი და ახლა ჩვენ რეალურად რასაც ვაკეთებთ, ეს არის ძალიან კარგი პრეცედენტი და ისტორიული მოვლენა, რომელიც შეიძლება სიგნალი იყოს სხვა ბიზნესებისთვის, რომლებიც ახლა ჩუმად არიან და ამ პროცესს რაც ჩუმად აკვირდებიან, მათი იყოს ეს სიგნალი, რომ ახლა ხმის არამოღება მოკლედ არ შეიძლება და თუ ხმას არ ამოიღებთ იმ რაღაცა იმედით, რომ ჩვენ არაფერი არ შეგვეხება, ესეთი ტიპის სისტემები ადრე თუ გვიან რაღაც კუთხით ყველა ბიზნესს შეეხება. ამიტომ ეს არის პირველი პრეცედენტი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სხვა ბიზნესებიც ხმამაღლა გააჟღერებენ თავის პოზიციას. თქვენ რას აკეთებთ თვითონ ასოციაცია საკმაოდ მოცულობითი არის ბიზნესი წარმოდგენილი, თქვენთან რას აკეთებთ იმისთვის, რომ მათი მხრიდან მზაობა იყოს, უფრო მეტი გაბედულობა და თავიანთი პოზიციები რომ დააფიქსირონ ხმამაღლა, ამისთვის რას აკეთებს ასოციაცია? კი ბატონო, პირველი ამბავი არის ის, რომ საწყისი ჩვენი ასოციაციის და მიზანი იყო, რომ შემოგვეკრიბა მაქსიმალურად ბიზნესები. 15-ზე მეტი კომპანიაა უკვე ჩვენ ასოციაციაში გაერთიანებული და შესაბამისად მთავარი, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ მათთან ყოველდღიურად გავდივართ კონსულტაციებს, განვიხილავთ მათ თითოეულ საჭიროებას, თითოეულ პრობლემას, რაც აწუხებს და შემდგომში ამ პრობლემებზე საჯაროდ ღიად ვიწყებთ საუბარს. ერთ-ერთი ესეთი პრეცედენტი არის სწორედ ის, სადაც ახლა დღეს ჩვენ ვართ. მთავარი პრობლემა ახლა რაც არის სწორედ არის, რომ ბიზნეს ხმის ამოღების უფლებას უკრძალავენ და შესაბამისად ჩვენი აქტივობებით ერთის მხრივ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ბევრი ბიზნესი ჩავართოთ ამ პროცესში და მეორეს მხრივ მათი პრობლემები საზოგადოებამდე მივიტანოთ. ერთი რაც მთავარია და სრული კონსენსუსი გვაქვს იმაში, რომ ამ პროცესს ყველა ბიზნესი ჩვენი ასოციაციისა ეთანხმება და შესაბამისად ჩვენ ეს განგრძობითი პროცესი იქნება, დამატებითი ბიზნესების შემოყვანა, მათ პრობლემებზე საუბარი, კონსულტირება და შემდგომში ასე ვთქვათ, მათი პრობლემების ასე ვთქვათ, საჯაროდ გამოტანა. ერთი რაც უნდა ითქვას, უბრალოდ რომ დაუფიქრდეთ რა. დღესდღეობით ბიზნესი არის ის, რომელიც ხნის დოვლათს, რომელიც იხდის ბიუჯეტში გადასახადს და ამ გადასახადებით შემდგომში გავცემთ პენსიებს, სოცშემწეობებს ვეხმარებით. მაგალითად იქ, როდესაც ბიუროკრატიაში დასაქმებული ადამიანები არიან, მათ უხდით ხელფას. ანუ ეს ადამიანები
აკეთებენ ამ ყველაფერს და წარმოიდგინეთ ესეთ ადამიანებს ჩვენ ვეუბნებით, რომ იცი რა, შენ ხმის ამოღების უფლება არ აქვს. ხმის ამოღების უფლება კი არა, ამ ადამიანებთან უნდა მივდიოდეთ და ასე ვთქვათ, ყოველდღიურად უნდა ველაპარაკებოდეთ იმაზე, რა გჭირდებათ, რითი დაგეხმაროთ, რა გავაუქმოთ, რა რეგულაცია, როგორ არ შეგიშალოთ ხელი. ანუ ნორმალურ სახელმწიფოში უნდა იყოს ესეთი მოწყობა, სადაც ბიზნეს კი არ უკრძალავს საუბარს, არამედ ბიზნესი არის როგორც ასეთი შენი დამქირავებელი და შესაბამისად ანგარიშვალდებულების განცდა უნდა ჩანდეს და მისგან იღებდე მითითებებს რეალურად რა შეიცვალოს ქვეყანაში ისე, რომ ბიზნესი უკეთესი იყოს და არა ის რაც ახლა რომ ბიზნესი აი შენ ჩუმად იყავი, გადასახადებით კი გაგძარცო, გადასახადებს წაგართმე, მაგრამ შენ უნდა იყო მაინც ჩუმად. თქვათ ამ უსამართლობას არ ვეგუებით, როგორც გითხარით, 15 წევრი ვარ ჩვენ ასოციაციაში, 15 ერთსულოვნად ეს კომპანიები თანხმდებით იმაზე, რომ უსამართლოა კანონი და გასაუქმებელია და შესაბამისად ჩვენ ვიზრდებით და ყოველი ასეთი кейსი რაც იქნება ჩვენი ასოციაცია აქტიურად გააშუქებს და აქტიურად მიიტანს საზოგადოებამდე ამ სათქმელს. მადლობა, ნოდარ სირბელაძეს უსმენდით. ახლა კი მოსაზრება მოვიცმინოთ, მოგესალმებით. პირდაპირ ეთერში ვართ. გითხარით, რა პერსპექტივა არსებობს ამ საქმეზე და ზოგადად ბიზნესში რა განწყობები არის ამ კანონის შემდგომ? კი ბატონო, სამწუხაროდ დღეს ჩვენ მივიღეთ რეალობა, როდესაც ოცნების მთავრობამ ბიზნესს პრაქტიკულად აუკრძალა სიტყვისა და აზრის გამოხატვა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. აქედან გამომდინარე, მე მაქვს მოლოდინი ნამდვილად იმისა, რომ ამ საქმეს აქვს საკმაოდ დიდი პერსპექტივა. რაც შეეხება ბიზნესის განწყობებს, უკმაყოფილება ამ ნაწილში ნამდვილად არსებობს, იმდენად რამდენადაც ბიზნესი ეს არის ჯგუფი, საზოგადოების ნაწილი, რომელსაც საჩანს, კითხვა არის საჩანს ბიზნესის უკმაყოფილება. ხედავთ რომ გიორგი არის მხოლოდ პირველი და ერთადერთი, ვინც ამაზე ხმა ამოიღო. კი ბატონო, პირად საუბრებში ნამდვილად დღეს ძალიან ბევრი ბიზნეს და ბიზნესის წარმომადგენელს ამაზე საუბრისგან თავის შეკავება ურჩევნია, თუმცა გიორგის გარდა ყოფილა ვისაც დაუფიქსირებია, რომ სწორედ ამ კანონის გამო ვერ საუბრობენ ისინი საჯაროდ რიგ ფაქტორებთან და რიგ პრობლემებთან დაკავშირებით, თუმცა გიორგი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც ამ დავის წინააღმდეგ მიიღო სარჩელი შეტანის გადაწყვეტილება და ჩვენი ასოციაცია ამ ნაწილში გიორგის გვერდით დაუდგება ნებისმიერ შემთხვევაში ამ საქმეს ვეცდებით რომ ყველა ჩვენს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტი ბოლომდე გამოვიყენოთ იმდენად რამდენადაც ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის დავა ეს გახლავთ მთელი ბიზნეს სექტორისთვის არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხი იმდენად რამდენადაც ბიზნესს არ შეიძლება მთავრობა უყურებდეს ზევიდან იმდენად რამდენადაც ბიზნესი როგორც უკვე ვახსენე არის ის საზოგადოება ეს არის ის წრე რომელზეც დგას მთელი ეკონომიკა, რომელზეც დგას მთელი ქვეყანა და ეს არის ის ჯგუფი და ის ადამიანები, რომლებიც ამოძრავებენ ამ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სიტყვის თავისუფლება შეუზღუდო ამ ადამიანებს და გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდო, ეს სრულიად გაუგონარია, ასეთი პრაქტიკები არ არსებობს, თუ არ შევთვლით, რა თქმა უნდა, ავტორიტარულ რეჟიმებს და აქედან გამომდინარე, სრულიად არაკონსტიტუციურად მიმაჩნია ეს ნორმა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გიორგი მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენი ასოციაცია სულ მხარდაჭერას უცხადებს ამ დავაში და მიგვაჩნია რომ ამ დავას აქვს საკმაოდ დიდი წარმატების შანსები. მადლობა პაატა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ ჩვენ ვიმყოფებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატთან, სადაც წუთი-წუთზე უნდა უკვე შეიტანონ სარჩელი, რომლის მიხედვითაც ისინი ითხოვენ რომ არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი კანონი, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ 2026 წლის 4 მარტს საუბარი არის კანონზე, რომლის თანახმადაც ბიზნესს რაიმე ტიპის პოლიტიკური საქმიანობის გამოხატვა ეკრძალება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ასევე ორგანიზაციის ლიკვიდაციას და უფრო უარეს შემთხვევაში პატიმრობას ბიზნესის ხელმძღვანელობის. გიორგი ფუტკარაძე არის ერთადერთი და პირველი ბიზნესიდან, ვინც გადაწყვიტა, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული კანონი უნდა გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და მოსამართლეებ კოლეგიამ უნდა დაადასტუროს მისი არაკონსტიტუციურობა ან კიდევ კონსტიტუციურობა და დასაბუთდეს არგუმენტირებულად. ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატი. ახლა
როგორც გიორგი, ასევე ასოციაციის წევრები მედიასთან კომენტარებს აკეთებენ, რომლის შემდგომაც უკვე ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატში დაარეგისტრირებენ უკვე სარჩელს და უკვე ამის შემდგომ გვეცოდინება მიიღებს თუ არა წარმოებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ სარჩელს. ჩვენ ცხადი ამ პროცესებს დავაკვირდებით, იმ შემთხვევაში თუ მიიღო სასამართლომ წარმოებაში ეს საქმე, ცხადია ასევე დავაკვირდებით სასამართლო პროცესებს და ჩვენს მაყურებელს ეცოდინება განახლებული ინფორმაცია ამ საქმეზე. მადლობა რომ უყურებდით აჭარა ტაიმსის პირდაპირ ეთერს, მადლობა ნდობისთვის, გემშვიდობებით ნახვამდის.